იმ 100,000 ადამიანის პატივსაცემად, რომლებმაც ლამის უკანასკნელი ამოსუნთქვა მიიტანეს 1 ოქტომბრის არჩევნებზე, მე ირაკლი შიხიაშვილს, რომელიც დიდი ხანია შერჩეულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავმჯდომარის კანდიდატურა საკრებულოზე მხარს არ დაუჭერ. როგორც გულიკოს უმბაძემ განმარტეს, პირადად მისი პოზიცია და არა მისი ფრაქციის. ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარემ. ისიც დაადასტურა, რომ ახალ უმრავლესობაში ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უპირობო კანდიდატად განიხილება, თუმცა ვიდრე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად მოქმედი თავმჯდომარის გადაყენებას. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე საკადრო საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ხოლო რა ფორმით მოხდება მათი სხდომაში მონაწილეობა, ეს კვლავ ფრაქციის შიგნით განხილვის საგანია. საკადრო საკითხების განხილვაში, თავმჯდომარის გადაყენების საკითხის განხილვაში და კენჭისყრას ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ გავმართავთ შიდა კონსულტაციას, რა ფორმით მივიღებთ სხდომაში მონაწილეობას. ამ სხდომაზე იხილება არა მარტო საკადრო საკითხები, არამედ სხვა საკითხები, რომელიც რიგით დგას დღის წესრიგში, რომელიც უკვე ქალაქისათვის და დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოს ფუნქციონირებისათვის არის აუცილებელი. შესაძლებელია ჩვენი კონსულტაციების შედეგად, შიდა კონსულტაციების შედეგად ჩვენ ამ ფორმატით ვიღოთ მონაწილეობას სხდომაზე, შესაძლებელია ამ ფორმატის გამოყენებაზე თქვა თუ არა. ვისი კანდიდატია ირაკლი შიხიაშვილი? დამოუკიდებელი დეპუტატი კახა კუკავა ამბობს, რომ შიხიაშვილი ფრაქცია ქართული ოცნების მიერ დასახელდა და რამდენიმე დღის წინ მისი წარდგენის შესახებ დოკუმენტს სხვა დეპუტატებთან ერთად უკვე მოაწერეს კიდეც ხელი. თუმცა ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ზაზა გაბუნია ამბობს, რომ შიხიაშვილი მათი კანდიდატი არ არის და სამადაშვილის შემცვლელად მხარს იმას დაუჭერენ, ვისაც კონსულტაციაზე შეჯერდებიან. კოალიცია ქართულ ოცნებას არ ეყოლება თავისი კანდიდატი. კანდიდატი, რომელიც იქნება წარდგენილი, არ იქნება ქართული ოცნების, არამედ იქნება ახალ უმრავლესობაში შიდა კონსულტაციით გადაწყვეტილი. რაც შეეხება კანდიდატურებს, პერსონალიებს და ასე შემდეგ, ამაზე ხვალ უფრო ნათლად იქნება საუბარი. მეც ბატონ ზაზასაც და ბატონ მამუკასაც და კიდე 20 რამდენ დეპუტატს ხელი გვაქვს მოწერილი დოკუმენტზე გუშინ, რომ დავაყენეთ თუ გუშინ წინ შიხიაშვილის კანდიდატურა და მე არ მესმის ესეთი პოლიტიკა. ეთყობა ისინი არიან ჩემზე უფრო ჭკვიანები რაღაცა, რომ ესე იგი ხელი მოაწერო 4 შაბათს ერთ კანდიდატურას და 5 შაბათს თქვა რომ ხარს არ უჭერ. ჩემთვის ესეთი რაღაცები არის გაუგებარი. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ საკრებულოს უმრავლესობაში ერთიანი პოზიცია თავმჯდომარის კანდიდატურაზე არ არსებობს. თემურ გრიგალაშვილის მიერ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ფიქრობს, რომ ირაკლი შიხიაშვილის მხარდაჭერა მომავალში პოლიტიკურ ასპექტში პანდორას ყუთის გახსნა იქნება. უმრავლესობაში შემავალი ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება სწორედ ცხადყოფს იმას, რომ იქ არ არის ერთიანი დამოკიდებულება ბატონ შიხიაშვილის მიმართ. ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ალბათ ფიქრობს, რომ მისთვის ბატონი შიხიაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა მომავალში პოლიტიკურ ასპექტში იქნება პანდორას ყუთის გახსნა. საკრებულოს წევრებმა დღეს თვითმმართველი ორგანოს დამოუკიდებლობაზეც ისაუბრებს. გულიკოს უმბაძის ხმით შიხიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანდიდატია. ფრაქცია თბილისელების თავმჯდომარის პოზიციას არ იზიარებენ მისივე ფრაქციაში და აცხადებენ, რომ გარეძალები საკრებულოს მუშაობაში არ ერევიან. გარეძალები ზოგადად არც კოალიცია, ქართული ოცნება, არც სხვა რომელიმე კონკრეტული უწყება არ ერევა საკრებულოს საქმიანობაში. კონკრეტული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ რომელიმე სხვა სამინისტროს ჩარევა არ ჩარევის თაობაზე მე ამ წუთში არ მაქვს. მე ვარ თბილისის საკრებულოში ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი. ნებისმიერი გადაწყვეტილება ბუნებრივია, რომ ახალი მემარჯვენეებში შიდა პარტიული განხილვის საგანიც ხდება, იმიტომ რომ მე არ ვარ რაღაც განყენებული ერთი ადამიანი, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც კონკრეტული პიროვნებები, პარტიულ პიროვნებებს გულისხმობ, გადაწყვეტილებებს იღებენ თბილისის საკრებულოში, ისინი გარკვეულ კონსულტაციებს გადიან თავის, ასე ვთქვათ, პარტიებთან და პარტიულ ხელმძღვანელებთან. საკრებულოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ქალაქის მერი გიგი უგულოვა და განაცხადა, რომ ის აღნიშნულ პროცესში არ ერევა, რაც შეეხება შიხიაშვილის კანდიდატურას. უგულოვამ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. მე ველოდები მოვლენებს და მზად ვარ ნებისმიერი კონფიგურაციის საკრებულოსთან, რა კონფიგურაციაც გავაგდება, იმ კონფიგურაციის საკრებულოსთან ვიმუშაო. არჩევანს არ ვაკეთებ მე, არჩევანს აკეთებს ის უმრავლესობა, შესაბამისად პასუხისმგებლობას იღებს ის უმრავლესობა, რომელიც აკეთებს არჩევანს
და მე ერთადერთი რამე მინდა ჩვენს კოლეგებს ხო, როდესაც პასუხისმგებლობას აიღებ, ბოლომდე უნდა გაატაროს პასუხისმგებლობა, ბოლომდე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ბოლომდე უნდა იტვირთო ეს ტვირთი და მე უკან შუაგზაში აღარ გაიქცე, როგორც ეს სამწუხაროდ ამ ბოლო თვეების განმავლობაში ბევრისგან ჩვენ ვნახეთ. ნება თუ შენ. სიტყვით თქვენთან უმრავლესობის წევრი იყო მის კანდიდატურას შეგვიძლია ცალკე განყიდებული. არაფერს. საკრებულოს ხდომა, რომელიც ხვალ გაიმართება შესაძლოა ხვალვე რიგარეშეს ხდომით გაგრძელდეს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, ეს იმაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა თავმჯდომარის გადარჩევა და მისი ახლით ჩანაცვლება ერთ ხდომაზე.